იცოდით, რომ ფერარი დაარსა ენცო ფერარიმ 1957 წელს მარანელოში, მაგრამ ეს ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ 1929 წელს. ენცომ ალფა რომეოში ყოფნისას დაარსა სკუდერია ფერარი, როგორც ალფა რომეოს საბოლოო გუნდი. 1939 წელს კი მან დატოვა კომპანია და 1957 წელს გამოუშვა თავისი პირველი ავტომობილი S125 ფერარის საკულტო ბრენდის ქვეშ. ფერარი სწრაფად გახდა სიმდიდრისა და მაღალი შესრულების სიმბოლო. დომინირებდა ფორმულა 1-ში 240 მოგებითა და ლეგენდარული მრბოლელებით, როგორიცაა შუმახერი და ლაუდა. ყალყზე მდგარი ცხენის ლოგო შთაგონებულია პირველი მსოფლიო ომის იტალიელი მფრინავი ფრანჩესკო ბარაკას თვითმფრინავზე არსებული ემბლემით, რომელიც სიმბოლურად ძარასა და სისწრაფეს წარმოადგენს. დღესდღეობით ფერარი არის სისწრაფისა და სტილის ინოვაციების სიმბოლო. F40, LaFerrari და Puro Sangue SUV მოდელებით. დაწერეთ კომენტარებში, რომელია თქვენი საყვარელი მოდელი, ხოლო მეტი ასეთი ვიდეოსათვის და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაგვეხმარეთ განვითარებაში.